21-22 სექტემბერს თბილისი ვისკის ფესტივალს უმასპინძლებს, მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ვისკის იმპორტიორები, ასევე ადგილობრივი მწარმოებლები. ფესტივალზე მონაწილე ყველა კომპანიას ექნება სადეგუსტაციო სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც ვისკის დაგემოვნება, ასევე შეძენა. უფრო მეც ფესტივალის და ზოგადად ქართული ვისკის როგორც ბრენდის შესახებ ჩვენი სტუმრისგან მოვისმენთ. სტუდიაში გვერდება კომპანია ვისკი დეის თანადამფუძნებელი ვლადიმერ თიბილაშვილი. მოგესალმებით ბატონო ვლადიმერ და მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. დავიწყოთ მაინც ფესტივალის შესახებ ინფორმაციით. რამდენად მასშტაბური იქნება ეს ფესტივალი, რამდენად უკვე ტრადიციული სახე აქვს ამ ფესტივალს და ვის ელოდებით? მონაწილეები უკვე დარეგისტრირებულები არიან თუ ჯერ კიდევ პროცესი მიმდინარეობს? ესეთი მასშტაბური ფესტივალი, ვისკის ფესტივალი იმართება საქართველოში პირველად, სადაც დაახლოებით სტუმრებს დაახლოებით 40-მდე სტენდი სადეგუსტაციო სივრცე დახვდებათ, სადაც წარმოდგენილი იქნება ჯერჯერობით მეტწილად უცხოური ბრენდები და ერთადერთი ამ ეტაპზე ჩვენ პირველ ფესტივალზე ერთადერთი ქართველი წარმოებელი იქნება წარმოდგენილი. მასშტაბურობას რაც შეეხება ველოდებით სტუმრებს უცხოეთიდანაც და რა თქმა უნდა გათვლილია ეს ქართული საზოგადოებისთვის. ანუ როგორც ჩანს იმპორტირებული ვისკი მაინც ჭარბობს ადგილობრივ წარმოებას, ხო? და ბევრი არიან, ბევრია ისეთი კომპანია, რომელიც დაინტერესებულია ვისკის იმპორტით და მზარდია თუ არა ეს მონაცემები. ჩვენ სადღაც მაისისთვის დავიწყეთ ფესტივალისთვის მზადება და ივნისში უკვე ყველა სტენდი დაკავებული იყო, ხელშეკრულებები ქონა გაკეთებული უკვე კომპანიებთან. ასე რომ მოთხოვნა იყო ძალიან დიდი და მალევე შეივსო ეს სივრცე. დატოვეთ ვინმე გულდაწყვეტილი სტენდი არის. დღეს გუშინაც მაგალითად და მიკავშირდებოდა ისევ კომპანიები, მაგრამ რა ვქნათ, სამწუხაროდ შევსებულია. შემდეგი ფესტივალი ეს იქნება უკვე წელიწადში ორჯერ, თქვათ გაზაფხულზე და შემოდგომაზე და შემდეგი ფესტივალისთვის ალბათ უფრო ადრიანად დაიწყებენ დადარიგის დაჭერას. ანუ ფიქრობთ უკვე ეხლავე ფიქრობთ, რომ ამას რაღაც სისტემატური ხასიათი მიეწოდება, ხო? წელიწადში ორჯერ გაზაფხულზე და შემოდგომაზე იქნება ხოლმე ვისკის ფესტივალი თბილისში. აი მიზანი რა აქვს? მაინც საინტერესოა თქვენგან მოვისმინოთ ეს, ხო? მიზანი ჩვენ ვართ ვისკის მოყვარული საზოგადოება და გვინდა რაც შეიძლება პოპულარული გახდეს საქართველოში ეს სასმელი. ჩვენ თვითონ გვსიამოვნებს, გვაქვს დახურული ჯგუფები, მაგალითად ერთ-ერთ ჯგუფში არის 8000 ადამიანი უკვე გაწევრიანებული და კი საქართველოსთვის ესეც უკვე დიდი ციფრია, მაგრამ რაც უფრო გაიზრდება ვისკის კულტურა, ეს ყველასთვის კარგი იქნება. იმპორტიორებიც შეძლებენ უფრო მეტი ვისკის შემოტანას და გაყიდვას და რა თქმა უნდა ასორტიმენტიც გაიზრდება და გაიზრდება. აი თქვენ აღნიშნეთ, მინიშნება გააკეთეთ, რომ მზარდია ეს რიცხვი, ხო, მოყვარულების. რამდენად სწრაფად იზრდება ინტერესი ამ სასმელის მიმართ? რამდენად ისეთ ღვინოს ვერ შევადარებთ, მაინც ღვინის ქვეყანა ვართ, მაგრამ ინტერესი და მოყვარულთა რაოდენობა რამდენად სწრაფი ტემპით იზრდება. რასაც ჩვენ ვხედავთ, აი ფორსირებული ტემპით იზრდება ბოლო 3-4 წელიწადია და ძალიან იმატა საქართველოშიც უკვე ვისკის მოყვარულებმა და აი ჩვენ ასე ვარქმეთ პროფესიონალმა ვისკის მოყვარულებმა, რომელიც არჩევს ამ ვისკის არომატებს, არჩევს ხარისხს და ირჩევს ცოტა უფრო მაღალი სეგმენტის ვისკებს. შეიძლება აი ამ მოყვარულთა რაოდენობის ზრდამ რაღაცნაირად მოტივაცია მისცეს ადგილობრივი ვისკის მწარმოებელთა რაოდენობის გაზრდას, იმიტომ რომ თქვენ აღნიშნეთ, რომ ფესტივალზე მხოლოდ ერთი მწარმოებელი მიიღებს. რა თქმა უნდა, არის ბევრი კომპანია უკვე საქართველოსთვის. მაგალითად დაახლოებით 10 კომპანია შეგვეხმიანა ჩვენ, ვისაც მონაწილეობა უნდოდა და ეს ციფრიც იზრდება. ამას ჩვენ ვხედავთ, რომ ახალი კომპანიები შემოდის ბაზარზე, რომელიც წარმოებლებს გულისხმობთ? წარმოებლებს კი, რა თქმა უნდა. ანუ თქვენ ელოდებით, რომ რაღაცნაირად ის გახდება, ხო? რა თქმა უნდა. იმპულსის მიმცემი წარმოების. რაც შეეხება იმპორტს, იმპორტის რაოდენობაც იზრდება თუ აკრასურათი გვაქვს? კი, რა თქმა უნდა, იმპორტის რაოდენობაც იზრდება, ასორტიმენტსაც ჩვენ ვხედავთ და ამას სულ ესე ვთქვათ, პულს უკონტროლებთ, ასორტიმენტი იზრდება და იზრდება ყველა იმპორტიოლის პორტფელში. და ძირითადად აი როგორ არის დივერსიფიცირებული ბაზარი ვისკის შემთხვევაში იმპორტს გულისხმობ, რომელი ქვეყნებიდან შემოდის ეს პროდუქტი? როგორც ყველა ქვეყანაში ალბათ, აქაც დომინანტი მაინც შოტლანდიაა.
შემდეგ ირლანდია, ამერიკა და მე პატარა ქვეყნები. მინდა ასევე გკითხოთ ექსპორტს რა პოტენციალი აქვს ჩვენ შემთხვევაში და რამდენად შეიძლება რომ აი საქართველოში წარმოებულმა ვისკიმ დაიმკვიდროს გარკვეული ნიშა სხვადასხვა ბაზრებზე და ვთქვათ აი ეს პოტენციალი რომელ ბაზარს აქვს. მე რა მონაცემებიც მაქვს, ახლა მაგალითად ის ჩვენი სპონსორია ერთ-ერთი ქართული კომპანია, რომელიც ვისკის აწარმოებს და ის წარმოდგენილია მსოფლიოში ბევრ ბაზარზე. გადის თქვა ამერიკის ბაზარზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გადის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და უკვე ისეთი ცნობილია უცხოურ ბაზარზეც. ანუ შემდეგში რა შევხვდებით მე და თქვენ ვისკის მოყვარულთა რაოდენობა უფრო გაზრდილი იქნება, ესეთი მოლოდინი გაქვს, ხო და ისევ სანამ დაგემშვიდობებით, მინდა გკითხოთ ბატონ ვლადიმერ, კიდევ დაუბრუნდეთ ფესტივალს, რა დახვდებათ გარდა სადეგუსტაციო სივრცეების და იმ სივრცის, სადაც შეძენა იქნება ვისკის შესაძლებელი, მოსულ სტუმრებს, აი როგორ ღონისძიებას პირდებით? დავიწყოთ ფესტივალის მოსვლიდან, ანუ სტუმარი, როდესაც შეიძენს ბილეთს, თქვა ეს იქნება ონლაინ ტიკეტ-ჯიზე თუ მოვა ფესტივალზე, თავისუფალი დასწრება, ბილეთები იყიდება, წინასწარ ყიდულობენ, საკმაო მოთხოვნაა ბილეთებზეც, აგრეთვე კარებზეც გაიყიდება ბილეთები, მოსვლის დროს შეუძლიათ შეიძინონ. სტუმარი შემოსვლისთანავე მიიღებს სპეციალურ ვისკის სადეგუსტაციო ჭიქას, გლენკერნი, ამას მხოლოდ ერთი კომპანია აწარმოებს და ეს ჩამოვიტანეთ, მოვემზადეთ ჩვენ ამისთვის, გადავცემთ საჩუქრად ბილეთთან ერთ გლენკერნს და 4 მონეტას, რომლითაც შეძლებს გადახდას ვისკის დასადეგუსტირებლად. სადეგუსტაციო სივრცეები, როგორც თქვი, დაახლოებით 40 სივრცეა გამოფენის მესამე პავილიონში. ამის გარდა, ვისკის დადეგუსტირების გარდა იქნება ბარი, სადაც სხვადასხვა კოქტეილებს შესთავაზებენ ჩვენ სტუმრებს. იქნება სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი აფხაზეთი, რომელიც გაგვილამაზებს ფესტივალს, იქნება საქსოფონისტი დათო დავითულიანი, რომელიც შემოგთავაზებს მუსიკალურად გაგვიფორმებს და ბევრი საინტერესო სურპრიზი და საჩუქარი ელოდება ჩვენ სტუმრებს. და ბოლოს სანამ დაგემშვიდობებით, მინდა გკითხოთ, რა საფასო სეგმენტში არსებული ან შემოტანილი ძირითადად იმპორტირებულზე მინდა გკითხოთ, მაინც ეგ ჭარბობს, იმპორტირებული ვისკი, რომელ საფასო სეგმენტშია ყველაზე მოთხოვნადი? და ვისთვის გათვლილი ადგილობრივი მომხმარებლებისთვის თუ სტუმრებისთვის? ამაზე უკეთ ალბათ თვითონ კომპანიები ისაუბრებენ, მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან რასაც ვხედავთ, ვისკის ყველა საფასო სეგმენტია საქართველოში წარმოდგენილი, მაგრამ ალბათ მოყვარულები უფრო საშუალო სეგმენტში ვართ, საშუალო სეგმენტის ვისკის ვირჩევთ და ალბათ ყველა სეგმენტი ვისკი იყიდება და ერთი მინდა დავაზუსტო კიდე ჩვენ გვეყოლება ფესტივალზე კილტის საზოგადოება, რომელიც გაგვილამაზებს ფესტივალს შოტლანდიური ფოლკლორით და წარმოდგენილი იქნებიან ნაციონალურ ფოტოებიც არის უანა პლანზე ნაციონალურ შოტლანდიურ სამოსში. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ, ველოდებით როგორ ჩაივლის და ჩატარდება ფესტივალი მასშტაბურ ფორმატში. ჩვენი სტუმარი იყო კომპანია ვისკი დეის თანადამფუძნებელი ვლადიმერ თიბილაშვილი. ჩვენ ისევ განვაგრძობთ